თვითონ ის მოცემულობა, რომ ეს კადრების სახით არსებობს ეს ფაქტი, ხო? ანუ ჩაწერილი იყო ვიდეოზე და ყველამ ნახა, მთელმა საქართველომ ნახა. ეგ ცვლის ხელისუფლების დამოკიდებულებას კონკრეტულად ამ შემთხვევასთან. იმიტომ რომ როცა საკითხი არის ამდენად თვალსაჩინო, ამდენად აშკარა დარღვევასთან გვაქვს საქმე, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხელისუფლება გამოვა და იტყვის რომ მაგას გმობს. მაგრამ ბოდიში ირაკლი ზუსტად ეხა ეგ უნდა მეკითხა და შენ უკვე წინსწრებად შენ საუბარში იკვეთება. მე რა შეკითხვა გამიჩნდა, იცი აღას რო უყურებდი. ეხა ეს რომ შემთხვევით იქ ვიღაცას არ გადაეხო, მაგ შემთხვევაში რა მოხდებოდა? ეს მაგ შემთხვევაში ხა მოდი გულახდილად ყველამ თავის თავში ჩაიხედოს და მაგ შემთხვევაში იმ ხალხს დააკავებდნენ არავინ არაფერს გაასამართლებდნენ პოლიციას ნაცემ სასტიკად ნაცემ ადამიანებს პოლიციას არაფერი პოლიციას არავინ პოლიციას არავინ არ გაასამართლებდა არც ერთ პოლიციას არაფერი მაგ კუთხით არც მოხდებოდა რომ რამე გადაცდენა მომხდარა ხო არავინ მაგას არ გააჟღერებდა ამიტომ ის რომ ეს უშუალოდ გადაღებული იქნა ხო ეგ რა თქმა უნდა მაგ შემთხვევაში ხელისუფლება გამოდის და იძახის რომ ნუ ეს ახლა გადაცდომა მაგრამ იმიტომ რომ გადაღებულზე ხელისუფლებამ რო ილაპარაკოს რომ ეგრე უნდა ხალხო უარეს გიზამთ ეგრე ილაპარაკოს არ აწყობს თორე ისე ეგრე ფიქრობს ისე რომ იცოდეს ხალხმა ეგრე ფიქრობს ხელისუფლება აი უარეს ხო და აი მაგის შედეგია ალბათ ეს ყველაფერი ხო და უყურე რა შესაქმე ეხლა თვითონ ის პოლიციელები ხო რაც მან ხდება იქ ხო არავის არ გონია ხა რომ მაგის გადაღება და ამდენი ერთი ამბავი მოყვება ხო ეგ არის რაღაც ჩვეულებრივი სიტუაცია ეგ ანუ მან რაც ხდება არავინ არ ელოდება რომ მაგას რაღაც ამხელა ხმაური მოყვება კი ანუ მეც ეგ სტაბილიზება დამრჩა ცხადი არაფერს ვამტკიცებ მაგრამ აი როგორც ერთი რიგით მოქალაქე მე გამოვთქვამ ჩემას ეგ პოლიციერები ესეთ რამს გავს რამეს ძალიან ეჭვი მეპარება რომ მე მგონი პირველად არ აკეთებდნენ ხო და უყურე აი ეგ ხა ეგ აბა რაღაცა ამოვარდნილი მდგომარეობიდან ამოვარდნილი გადაცდენად რო გამოყავს სახელმწიფო პროპაგანდას ეს ფაქტი აქ სინამდვილეში რამე რთულ საკითხზე კი არა ხა კონკრეტულად მეც მაგ შეხება კონკრეტულად ჩემთან მიმართებაშიც მქონია პრაქტიკაში გამოცდილება მქონია სამართალდამცავ ორგანოებთან შეხება მქონია რა კუთხით აი მაგალითად ჩვენ როცა LGBT პროპაგანდას ვაპროტესტები ხო როცა დაანონსებული იყო რომ თაწმინდაზე უნდა ჩაეტარებინათ რაღაც გარყვნილების პარადი ხო ჩვენ იქ თაწმინდის შესასვლელთან პარკის შესასვლელთან იქ ვაპროტესტებთ წინა საღამოს ხო და ნუ მაშინ ეთერში ვიყავით ლაივში ვიყავით და ჩვეულებრივი ფაქტები არსებობს როგორ რა სიტუაციაში ვაპროტესტებით ხო არანაირი კანონდარღვევა არ იყო ჩვენი მხრიდან და წყნარად შვიდად ვიდექით და ჩვენი უფლება იყო რომ იქ ვიყავი როცა მოგვიწოდეს რომ გადადეთ გზისა ანუ ყველა მოთხოვნა შევასრულეთ ყველაფერს ვასრულეთ ქრონოლოგიურად მახსოვს ირაკლი შენ და ზურა დაგაკავეს იმ საღამოს ცხონებული რევანჩაჩუაც დააკავეს და მე მახსოვს უცებ მოვარდა ჯგუფი სპეცრაზმენების რა შავი მანქანა დიდი Toyota-ს Land Cruiser-ი მოუწყოდა ამათ წინ შიგნით არ ვიცი ვინ იჯდა ჟურნალისტებს იმ მანქანასთან მიკარების უფლება არ მიცეს ნუ ვიღაც ალბათ იბარებდა ხო და აი უყურე მას ეთერს რომ პირდაპირ კამერე მე მახსოვს ჩვენ ჟურნალისტს მაგალითად წაართვეს მობილური ტელეფონი რომელიც დაიკარგა წაგვართვეს აპარატურა მოწყობილობები ანუ მოხდა ჩვეულებრივი დარბევა ხო და უყურე მანდ არის საინტერესო რა ჩვენ დაგვაკავეს ტყუილად სინამდვილეში სრული კანონიერი უფლება ჰქონდა იქ გაპროტესტების და სრულიად უკანონოდ სინამდვილეში ყოველგვარი კანონების დარღვევით მაშინ დაგვაკავა პოლიციამ სხვათაშორის რომ დაგვაკავა ეს თავისი უკანონო ქმედება როგორ გაამართლა ეგეც ხო საინტერესო მე სასამართლო ჩაატარეს იმ სასამართლოზე
გამამტყუნებელი განაჩენი გამომიტანეს მე პირადად. და გამამტყუნებელი განაჩენი გამომიტანეს რა საფუძველი იყო? საფუძველი იყო ის, რომ პოლიციელებმა ჩვენება მისცეს, რომ თითქოს მე შეურაცხყოფას ვაყენებდი პოლიციელებს და რაღაც აგრესიული ვიყავი პოლიციელებთან მიმართებაში და მაგის საფუძველზე მოხდა ჩემი დაკავება. არა და კადრში ჩანს. სხვათა შორის სასამართლოსეც ვაჩვენეთ, ჩემი დაკავების პროცესი ვაჩვენეთ სასამართლოზე, მოსამართლე სხვა მიმართულებით იყურებოდა, არ უყურებდა, რასაც ვაჩვენებდი და ფაქტი იყო, ანუ მან რამე არაფერი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რომ ტყუილი იყო ეგ ბრალდება, კადრებში მტკიცდება, რომ ტყუილი იყო, ხო? მაგრამ მაგის მიუხედავად სასამართლო მაშინ გამოიტანა განაჩენი, რომ ხო, ვითომ რაღაცა წინააღმდეგობას უწევდით, ხო? ეგ არის აპრობირებული პრაქტიკა. ვიღაცამ ეხლა თავს ნუ მოიტყუებს, რომ რაღაცა ეგეთი გავრცელებული პრობლემა არის საქართველოში, რომ ხალხი მასიურად პოლიციას წინააღმდეგობას უწევს, აგინებენ ხოლმე, რაღაც საგნებს ურტყავენ ხოლმე პოლიციას და პოლიცია თავს იცავს. ეგ ტყუილია. ხო? ეხლა სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ისეთი სისტემური კანონებია, რაც საკმაოდ დაუსჯელობის სიმდრომს აღვივებს პოლიციაში და ისეთი კანონებია, რომ მაგალითად პოლიცია რო გამოდის და იძახის, რომ აი ჩვენებას აძლევს, ხო, და რო იძახის რაღაც ბრალდებას, ეგ გარკვეულ დამამტკიცებელ საბუთად ითვლება სასამართლოს დონეზე, ხო, და მე თუ უშუალო კადრები არ არსებობს, რაც წარმოუდგენელია რეალურ პრაქტიკაში. ხო, აი ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ახლა ჩვენ ეთერში ვიყავით და მაგიტო გქონდა კადრები და კადრების მიუხედავად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამო. ხო, ახლა ჩვეულებრივ ხალხზე ეგ უნდა გაამრავლო ასზე და ეგ სურათია. ხო, ჩვეულებრივ ხალხზე არ არსებობს არც კადრები, არც ვინმე რამეს ლაპარაკობს, არავინ არც არავის არ უსმენს. პოლიციამ განაჩენი ჩვენება მისცა, ნუ ეგ მტკიცებულება თითვლება, მორჩას იქ უკვე განაჩენი გამოტანილი. ხო, ამიტომ ეს თვითონ არის სისტემური პრობლემა. ეს თვითონ პოლიციაც რასაც აკეთებს, პოლიციაც მაგას რატო აკეთებს? პოლიცია იმიტომ აკეთებს, რომ ეგეთი სისტემაა აწყობილი. ეგ რაღაცა იქ კონკრეტული ადამიანის რაღაცა პრობლემა კი არ არის, იქ რაღაც პოლიცია კი არ არის ამოვარდნილად რაღაცა უარყოფითი პიროვნება. ჩვეულებრივი როგორი სისტემაც არის აგებული, რის საშუალებასაც იძლევა, რაც გაზდის ადამიანს, რისკენაც ახალისებს ეგეთი სურათია. ფათოშორის ირაკლი მე მახსოვს და ზუსტად ვიცოდი, აი 100%-ით, იმიტომ რომ რა გამოცნობა მაგას უნდა, რომ ამ კადრების მერე ხელისუფლება მიაწვევოდა, რომ სისტემას ლაფში ნუ ამოსვრით, რა შუაში აქვს სისტემა, ეგ არის რაღაც გადაცნობა. მე მახსოვს სააკაშვილის სისტემა, რეპრესიული სისტემა, ხო, ხა შეუდარებლად უფრო რეპრესიული და შიშველი იყო, ვიდრე ეს, ხო? შედარებაც არ არის ხა ის საათივით აწყობილი რეპრესიული სისტემა იყო, ადამიანს რო მანქანაში ჩატენიდნენ, მთელი პროცედურა იყო მე სად რომელ განყოფილებაში, ვისთან ფსიქოლოგიური წნეხი, სად ფიზიკურად პრესავდნენ და ცემდნენ, სად აუპატიურებდნენ, ეგ ხო აწყობილი სისტემა იყო. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა ის საშინელი კადრები გავრცელდა, თვით სააკაშვილიც კი მაგ ლოზუნგით, მაგ გზავნილით ლაპარაკობდა, ის რა თქმა უნდა, მაგან ვერ უშველა, ცხადია. მაგრამ გზავნილი ეგ იყო კოლექტიური ნაცების ხელისუფლების, რომ აი მე მგონი მურთაზ ზოდილავა არის ამის მაშინ მე მგონი პროკურორი იყო თუ რაღაცა. ეგ წარმოდგენა მახსოვს მიშამ რო დაიბარა და მკაცრად რო ტუქსავს ამას, რომ ეს როგორ გაგეპარათ და ეს თურმე ეს ხდებოდა და თქვენ სად იყავით და ანუ მაგით დღემდე ნაცები მაგას ამბობენ, რომ არა რა სისტემური, ეგ დაგვაბრალის. კაცო, ეს იყო გადაცდომა ცალკეული პოლიციელების მხრიდან. მაგრამ რავი ხა, ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არა. ხო, მაგრამ აქ ჩემი ეს რა არის, იცი, ყველაზე მთავარი? აი თვითონ ეს კადრები რაც ვნახეთ, აქ რამე ის კი არ არის საჭირო, აი რაღაცეები პოლიტიკური კონტექსტი, რაღაცეები ავხსნათ. აქ სინამდვილეში თვითონ ამ კადრებში
ყველაფერი საკმარისი ინფორმაციაა წარმოდგენილი. თვითონ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეგეთ რაღაც ვიგებ ხოლმე, რაღაც არაადეკვატური შეფასებები კეთდება, რომ აი რაღაცა ხო არ მოხდა პროვოცირება და რაღაცა. აი რა არ მესმის იცით? საერთოდ ვიღაცა ადამიანია და დაკავებას აქვს ჩვეულებრივი ეს გაწერილი პროცესია, რაღაცა ის კი არ არის, რაღაცა რთული ფილოსოფიის საგანი კი არ არის და ინტერპრეტაციის საგანი კი არ არის. საერთოდ პოლიციის უფლება მოსილება და რაღაცას აღკვეთა, როგორი პროტოკოლი აქვს, ეგ ყველაფერი არის დადგენილი, ეგ რაღაც ჰაერში კი არის. ეგ ადგილზე მოსაფიქრებელი. ისწავლება ეს ხო, თან ახლა რაღაც ისეთ სიტუაციასთან ხო არა გვაქვს საქმე ის ადამიანი რაღაც იარაღი დარბის და ტერორისტია და ვერაჩე. ეგეთი სიტუაცია ხო არა გვაქვს ხა ვიღაცა ადამიანია და რა ვიცი ცემენ რა. ხო ძალიან მარტივი, მანდ რამე რთული დასკვნები არ არის გასაკეთებელი და ხალხი იმ დონემდეა მიყვანილი რომ ასეთი რაღაც ელემენტარული დარღვევა ხდება და ხალხი რას ვერ იგებს. ხალხი ვერ იგებს ამას საერთოდ რა შეფასება უნდა გაუკეთოს ზოგი ეხა მე არ ვიცახი ყველაზე. არსებობს ეგეთი შემთხვევები რომლებიც აი ვერ აკეთებენ თლად ადეკვატურ შეფასებას. ამიტომ აქ რაშია საქმე? ზოგადად ხო რაღაცა სტანდარტი, რაღაცა წესები არსებობს. წესებს პატივს თუ ვცემთ, ეგ არის საერთოდ ცივილიზებული ვართ თუ არ ვართ, მაგაში მდგომარეობს. ეხლა თუ წესოთ არის ყველაფერი და აუ ვიღაცას პოლიცია ქვია და დააგდებს ხოლმე წიხლებს ირტყმევინება, ეგ ხო არ არის ცივილიზებული ფორმა რა. ვიღაცამ ეხლა ფორმა ჩაიცვა და რაღაცა სახეში აფურთხოს ხალხი, ეგ ხო არ არის რა, მაგის დანიშნულება ეგ ხო არ არის. ამიტომ საერთოდ პოლიცია არის ლეგალური ძალადობის სტრუქტურა. ანუ ძალადობის ლეგალური ფორმა. ხუნთ ძალა უნდა გამოიყენებოდეს. ხო და სამართლიანი დანაშაულის წინ. ხო, რა თქმა უნდა, რახან ლეგალურია. რაღაცა სამართლიანი ჩარჩოები აქვს, მაგას სამართლიანი ფორმა აქვს მიცემული. ხო და მაგ ფორმების გადაცდენა არ უნდა მოგწონდეს, არავის არ უნდა მოსწონდეს. ეგ რაღაცა ეგრე კი არ არის, მაგაზე თვალს რო ხუჭავს ეს ხალხი, რისთვის ხუჭავს, რა დანიშნულება აქვს მაგ თვალის დახუჭვას, მე არ ვიცი. ხო და რაღაცნაირია ამ ხალხს აი ზოგში, ხო? აი ეგ ქართული ოცნების გამპრავლებს ეხება გარკვეულ ფასაზე. რაღაცნაირი ის დაჩემდათ, რომ აი რაღაცა ცუდი ხდება, ყველასთვის ცუდი ხდება, ხო? რამე შუაშია მანდ რაღაცა სახელმწიფო საფრთხის საკითხი, არაფერ შუაში არ არის, ხო? მოდი ეს ამას მაინც ნუ გააправებ. ხო? მით უმეტეს ხელისუფლება გამოდის ახლა და რა თქმა უნდა ვერ ამართლებს მაგას. იმიტომ რომ ეგ კიდევ ვიმეორებ, ეგ არ არის გამართლება. ხო და რადგან ვერ ამართლებს, ამას ნუ უცბად ისე მიჩქმალავს, რომ თითქოს ეს არ არის რეალური მოცემულობა, ეს უბრალოდ რაღაც ერთი გამოვლინებაა სრულიად შემთხვევითი, ხო? მაგრამ ეგ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ეს არის ჩვეულებრივი, აი მე პირადად რაც შეხება მქონია, იქაც ეგ ხდება და ზოგადად ეგ არის ჩვეულებრივი სამართალდამცავის თვალსაზრისით საქართველოში მოცემულობა, რომ პოლიციას ჩვეულებრივი ადამიანის დაჩაგვრა უპრობლემოდ შეუძლია. ანუ არა გვაქვს ისეთი სისტემა, რომ აი ჩვეულებრივი ადამიანი რო დაიჩაგროს, მაგას რამე მოყვება. თუ კამერებში, აი თუ კამერებია და ახლა მასშტაბის აჟიოტაჟი არ მოყვა, რაც ხელისუფლებას და სხვა შორის საზოგადოებამ აქედან ის დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ აი ხარ ჩვენ საზოგადოებაში ხელისუფლება რატო დაფაცურდა? მე ჩემს ვლაპარაკობ ცხადია. იმიტომ რომ დაინახა რომ ამ კადრების გავრცელების კვალდაკვალ საზოგადოების უყურ რეაქცია მას ძალიან აზიანებს. სააკაშვილის რეჟიმიც კი, რომელიც კიდე გავიმეორებ, ბევრად უფრო რეპრესიული იყო ოცნება მაგ ახლოს ვერ მივა სააკაშვილთან, ისიც კი ნერვიულობდა იმაზე, რომ ხალხის თვალში რაღაცა აზიანებდა. თუმცა სააკაშვილის პერიოდში ეხა უფრო მეტ ადამიანს აქვს ინტერნეტზე ცუდობა და სოციალური ქსელები, ანუ ეხა უფრო მარტივია, უფრო ფართო მასებს გააგებინო რაღაცა, როცა რაღაცა პრობლემაა.
საზოგადოების რაღაც ნაწილი რომ ნიჰილიზმია და ჩვენ ვინ რას გვეკითხება, აი აქედან უნდა გამოიტანოთ მეგობრებო დასკვნა. ეხა ეს განცხადებები, იმიტომ გავრცელდა და ის პოლიციელებიც იმიტომ დააკავეს, ეხა არავის დაკავება მე არ მიხარია, მაგრამ მე მინდა რომ ცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ხო? ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ თქვენი რეაქცია არის ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი, თქვენ რომ შეშფოთდით ამის ნახვით და ეს რომ დააფიქსირეთ სადღაც კომენტარში, სადღაც გააზიარეთ, პოსტი დაწერეთ, ეს ყველაფერი მთლიანობაში ხელისუფლებას ანერვიულებს და ამიტომ არის ხელისუფლების ეს რეაქცია.